თავიდან როდესაც ტაეკვონდოს ვიწყებდი, ძალიან პატარა ვიყავი, 5 წლის ვიყავი და უკვე მაშინ შევხვდი პირველად ტოქსიკური მასკულინობის გამოვლინებებს. იყო ისეთი რაღაც, რომ გოგოა ნაკლებად შეუძლია წარმატების მიღწევა ამ სპორტში, თითქოს იმიტომ, რომ რატომაც გავრცელებული მოსაზრება იყო ის, რომ კაცებს უკეთესად გამოსდით საბრძოლო ხელოვნება. ყველაზე მტკივნეულად რაც მახსენდება იყო ის, რომ ჩვენთან დარბაზში სადვარჯიშოდ მოიყვანეს შვილი მშობლებმა და რაღაც მომენტში მითხრეს ესეთი რაღაც, რომ მომავალი ცოლი ხარ და მომავალი დედა და შენთვის ძალიან რთულია ეს სპორტი. მგონია, რომ თუ მე სხვამ ჩვენ ახლა არ შევეწინააღმდეგეთ ამ ტოქსიკურ მასკულინობას, გოგო ბიჭებს, შემდეგ ახალგაზრდებს კიდევ უფრო და მომავალ თაობას მოუწევს იგივე ჩარჩოებში ცხოვრება, სადაც მოუწევთ, რომ იმაზე იფიქრონ, რომ აი პროფესია შემეფერება თუ არა, რაღაცა ქალი ვარ სიტყვაზე ვთქვათ, ან რაღაცა კაცი ვარ, შეიძლება თუ არა ჩემთვის ემოციის გამოხატვა, დამოკიდებულები იქნებიან იმაზე, რომ წარმატებას თითქოს განსაზღვრავს გენდერი და რაღაცაირად ვცდილობ, რომ ჩემი მაგალითით დავანახო თუნდაც ჩემს მოსწავლეებს, რომ ეს ყველაფერი ესე არ არის და მე მგონია, რომ ეს ჩემი ოცნება არ არის, ეს არის ჩემი მიზანი, რომ აღარ მოგვიწიოს ასეთ თემებზე საუბარი. ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი ხოლმე ბიჭებთან ერთად, ბიჭურ თამაშებს, როგორც არის ამობანა, ფეხბურთი და ასე შემდგომ და საზოგადოებაში საკმაოდ იწვევდა ნეგატიურ დამოკიდებულებას, რომ ის გოგოა და უნდა მოიქცეს ნაზად და ითამაშოს თოჯინებით. ასევე გავიხსენებ სტუდენტობის პერიოდში, როდესაც თუნდაც სემინარების ან გამოცდების მომზადების პერიოდში გოგოებს უფრო მეტად მოეთხოვებოდა და ესეთი დამოკიდებულება და სტერეოტიპული მიდგომა არსებობდა, რომ გოგო უნდა ყოფილიყო მზად გამოცდისთვის, გოგოს უნდა ჩაებარებინეს სემინარი და თითქოს ნაკლებ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ ბიჭები. ასევე ჩვენს ცხოვრებაში არსებობს სხვა ბევრი кейსები, რაც თან სდევს ჩვენს ყოველდღიურობას და ერთგვარად წნეხის ქვეშ აყენებს ორივე სქესის წარმომადგენელს. ნორმები და ქცევები, რომელსაც ტოქსიკური მასკულინობა მოიაზრებს, ზიანს აყენებს მთელ საზოგადოებას. ის შეიძლება გამოხატული იყოს დანაშაულებრივ ქმედებებშიც, რომლის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დროული რეაგირება. ტოქსიკური მასკულინობის გამოვლინება ჩემთვის როგორც იურისტისთვის ყველაზე ხელშესახებია ხოლმე ოჯახზალადობის საქმემთან მიმართებით, ასევე სექსუალური ძალადობასთან მიმართებით, როდესაც ეს მასკულინობის ჭარბი აგრესია გამოვლინდება უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებაში. აგრესია თავდაპირველად შეიძლება სტერეოტიპული სოციალური სტატუსებიდან მომდინარეობდეს უშუალოდ ოჯახში, ადრეულ ასაკშივე ბავშვთან აღზრდის მეთოდიკაში შეინიშნებოდეს და საბოლოო ჯამში ფოკუსირდებოდეს იმ დანაშაულებში, რომლებსაც საფარი აქტიურად მუშაობს. ყველაზე უფრო ჭარბი გამოვლინება, როგორც უკვე აღნიშნე, ეს არის ოჯახში ძალადობა, სადაც მამაკაცის როლი, გენდერული როლი, სოციალური როლად აღიქმება ეს სტერეოტიპული დაქვემდებარებულობა ქალის, რაც სრულ მორჩილებაში აღიქმება ხოლმე და ეს აგრესია, დომინაციის მოჭარბებული სურვილი და კონკურენტუნარიანობა, რაც ეცა საზოგადოება მუდმივად თააგონებს და მოუწოდებს ამ კაცურობის იდეალიზმისკენ, ყველაზე უფრო აქტიურ და თვალსაჩინო ფარგლებში სწორედ ამ დანაშაულებთან მიმართებაში ვლინდება. დანაშაულებრივი ქმედება საპრევენციო შეიძლება ეს იყოს პირველივე ნიშნები, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს ამ აგრესიულობის მოზღვავებასთან დაკავშირებით, სადაც ქალები დააიდენტიფიცირებენ, რასთან აქვს საქმე, რასთან, ვისთან და რა ფორმებში ურთიერთობენ. პირველივე გამოვლინება ეს უნდა იყოს საგანგაშო სიგნალი იმისთვის, რომ თავი დაიცვან მოძალადისგან და მოძალადე როგორც წესი არ შემოიფარგლება პირველადად გამოხატული აგრესიით, არამედ ამას შეიძლება ბევრად უფრო მძიმე დანაშაულის ფორმებთან მიგვიყვანოთ საბოლოოდ. აქედან გამომდინარე პრევენციული ღონისძიებების გატარება ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველადი რეაგირება, მყისიერი რეაგირება, რა დროსაც უბრალოდ საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქალებმა, გოგონებმა, ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და დანაშაული პირველივე ეტაპზევე აღკვეთონ იმ ნაწილში, რომ ამაზე ქონდეთ შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავ ორგანოსთან თანამშრომლობის საფუძველზე.